საქართველოს საერთაშორისო ტურიზმიდან იანვარ-სექტემბერში 4 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. ეს მაჩვენებელი რეკორდულია და 5%-ით აჭარბებს გასული წლის ანალოგიურ პერიოდს. ყველაზე დიდი ზრდა ევროკავშირის ქვეყნებიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ისრაელიდან დაფიქსირდა. როგორ აფასებს ტურიზმის სექტორი გასულ პერიოდს და როგორ ემზადება ზამთრის სეზონისთვის თემას სტუმართან მენეჯმენტ კომპანია HSC Group Hospitality დირექტორთან გიორგი ტოლიძესთან ერთად გავაგრძელებთ. მოგესალმებით, მადლობა გაცემაში სტუმრობისთვის. მაჩვენებლები საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება, ყოველ შემთხვევაში ოფიციალური სტატისტიკა ასეთია. თავად სექტორი თუ გრძნობთ აი ამ სტატისტიკას. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ყველაზე სასიხარულო ჩემთვის ეგაა, რომ დამაჯერებელ შედეგებთან და საამაყო ციფრებთან ერთად ამას კერძო სექტორის გრძნობს და კონკრეტულად ჩვენ შემთხვევაში, რასაც აღნიშნავდით აქამდე, ეს იყო ის ესე ვთქვათ გადაჭარბებული შედეგები, ვიდრე იყო მოლოდინები თავიდან სეზონთან მიმართებაში. ჩვენ აპრილიდან ფაქტიურად გაგვიხანგრძლივდა ესე ვთქვათ მაღალი სეზონის მანიშნებლები, გქონდა 92%-იანი დატვირთულობა აპრილიდან მოყოლებული დღევანდელ პერიოდამდე და ეს ციფრები და ეს შედეგები გაგრძელდა ზაფხულშიც? ეს სტაბილურად გაგრძელდა ზაფხულში, არანაკლებ 90% დატვირთულობა, რომელიც ციფრიც ნარჩუნდება ასევე ოქტომბრის ბოლომდე და იმედი გვაქვს, რომ შარშანდელ თქვათ ზამთრის პერიოდთან შედარებით წლევანდელი ანალოგიური პერიოდი იქნება დაახლოებით 8-10%-ით უფრო მაღალი, ვიდრე ეს გვქონდა 2024 წელს და ამ ყველაფერს ისევ ის მოლოდინები და ის ესე ვთქვათ ფორკასტი და გაკეთებული ჯავშნები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ თქვათ და დავეყრდნოთ იმ მოლოდინებს, რასაც 10%-იანი ზრდა ქვია. რა არის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი აი ასეთი ზრდის და ასეთი მაჩვენებლების, იმიტომ რომ წლის დასაწყისი საკმაოდ რთული იყო მთლიანად სექტორისთვის. კი ბატონო, წლის დასაწყისის სირთულებიდან გამომდინარე და მის მიუხედავად საბედნიეროდ მაინც იყო პატარა ზრდა, რაც არის 5-დან 7%-მდე ჩვენ შემთხვევაში გასული წლის ანალოგიურ იანვარ-მარტის პერიოდთან მიმართებაში. განმაპირობებელი ფაქტორი არის ის, რომ ძალიანაა გააქტიურებული როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სექტორი. ძალიან ბევრი ორგანიზაცია, ბევრი ტურისტული კომპანია, ბევრი სასტუმრო მუშაობს იმ ყველაფერზე გუნდური პრინციპით, რომ გაიზარდოს ესე ვთქვათ ტურისტების შემოდინება საქართველოში, გავიდნენ ახალ ბაზრებზე, მიიღონ მონაწილეობები ახალ გამოფენებზე და ესე ვთქვათ შემოიყვანონ უფრო სხვადასხვა დივერსიფიცირებული ტურისტები. ამ ყველაფერს დამატებით უფრო სახელმწიფოს მხრიდან ხელს უწყობს ისევ და ისევ გახსნილი ბაზრები და ახალი ფრენები, რომელიც ჩვენ ნახეთ 2025 წლის გაზაფხულზე იყო ეგრეთ წოდებული ბუმი, როდესაც დაგვემატა დაახლოებით 13-დან 15 პირდაპირი რეისი საქართველოს მიმართულებით სხვადასხვა ქვეყნებიდან, როგორიც იყო ინდოეთი, ჩინეთი, ევროპის სხვადასხვა მიმართულებები, ბრიტანეთი, რამაც ცალსახად იქონია პირდაპირი შედეგი და გავლენა იმ ნაზართ ციფრებზე, რასაც დღეს ჩვენ სიამაყით ვუყურებთ. ეს ყველაფერი გაცილებით უფრო მე მჯერა, რომ კიდევ უფრო მეტ შედეგს გამოიღებს 2026 წლისთვის და განსაკუთრებით უფრო დიდი ნახტომი და დიდი ზრდა გვექნება ევროპის მიმართულებებიდან საქართველოში ჩამოსული ვიზიტების კუთხით. თქვენ დაახლოებით ახლა ახსენეთ, რომელი მიმართულებებიდან გქონდათ საკმაოდ კარგი შედეგები, თუმცა მაჩვენებლები, რომლებიც მე წავიკითხე, იქაც ლიდერის პოზიციაზე იყო ევროკავშირი, ბრიტანეთი. რეალურად რამდენად და ისრაელი. რეალურად რა არის განმაპირობებელი, რომ დაუშვათ ამ ქვეყნებიდან გარდა იმ ნაწილისა, რომ ბრიტში აროისმან დაიწყო ფრენა და EasyJet-ი, შესაბამისად ეს ალბათ ერთგვარი განმაპირობებელი ფაქტორი იყო ბრიტანეთიდან მოგზაურთა რაოდენობის ზრდისა, თუმცა მთლიანობაში მაგალითად იგივე ევროკავშირის ნაწილზე რა მიმუშავა, ანუ რა არის მთავარი მიზეზი, რომ დაუშვათ ამ სეგმენტიდან საკმაოდ სოლიდური რაოდენობით ტურისტი მივიღეთ 2025 წლის ამ მოცემულ მონაკვეთში. როგორც იცით, აქამდეც ევროპის მიმართულება საქართველოში იყო საკმაოდ აქტიურად დაინტერესებული და თავარი და უმნიშვნელოვანესი განმაპირობებელი ფაქტორი, რატო შეიძლება ნაწილობრივ ქონოდათ დისკომფორტი საქართველოში ჩამოსვლისთვის, ეს იყო პირდაპირი ფრენები. ასე რომ არ შეიძლება არ გაესვას ამას ხაზი, იმიტომ რომ თავარი ამომავალი წერტილი ევროპელის კომფორტულობისთვის არის მარტივი ხელმისაწვდომობა ამა თუ იმ ქვეყანაში, სადაც უნდა რომ ჩავიდეს. ამას შემდეგ მოყვება უკვე ის 4 სეზონის მიმართულება და ამხელა ისტორიის და კულტურის მქონე ქვეყანა, რომელიც თავაზობს ერთდროულად ძალიან ბევრ მნიშვნელოვან და მათთვის ღირსშესანიშნავ ობიექტების მონახულებას, ისტორიის გაცნობას, კულტურული ტურების ჩატარებას, გასტრონომიას, ღვინის ტურიზმს, სხვადასხვა
გასართობ აქტივობებს, რომლებიც წლიდან წლამდე უფრო ემატება საქართველოს და ძალიან მიხარია და ვისურვებ, რომ კიდევ უფრო მეტი, ესე ვთქვათ, აქტივობა და საერთაშორისო კონცერტი იქნება თუ ღონისძიება ჩატარდეს საქართველოში, რომ უფრო მოვიზიდოთ ის ახალგაზრდა სეგმენტი, რომელიც ყველაზე მეტად გამოირჩევა ხოლმე მაღალმხარჯვებულნარიანობით, რასაც ყველა ერთად ვთანხმდებით, რომ საქართველოსთვის არის ამომავალი წერტილი და ყველაზე, ესე ვთქვათ, სტაბილურად მნიშვნელოვანი, რომ მოხდეს წლიდან წლამდე საქართველოს ტურიზმის კიდევ უფრო მეტად გაზრდა და სტაბილურობის შენარჩუნება. მაგალითად, აზიური ბაზრები, საინტერესო იგივე არაბული ქვეყნები და ამ შემთხვევაში ჩინეთი, ინდოეთი ახსენეთ თქვენ. რამდენად დიდია რაოდენობრივად ამ ქვეყნების წილი და რამდენად ბევრ ტურისტს მასპინძლობთ, თუნდაც იგივე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და სახელმწიფო ძალიან აქტიურად არის პოზიციონირებს სხვადასხვა მარკეტინგული კამპანიებით, ასევე გამოფენებში მონაწილეობის მიღებით, მაგრამ რამდენად რეალურად იდგმება ნაბიჯები ამ შემთხვევაში ტურიზმის სექტორის გადმოსახედიდან გეკითხებით, რომ რაც შეიძლება მეტი ტურისტი მივიღოთ ამ ქვეყნებიდან, რადგან ყველასთვის ცნობილია, რომ ეს ნაწილი ჩვენ შემთხვევაში დაუშვათ იგივე არანაკლები მაღალმხარჯველობით გამოირჩევა. კი ბატონო, ვეცდები რომ ისე ვთქვათ, სწორად გიპასუხოთ მაგ კითხვაზე, რაც შეეხება აზიის ბაზარს. ნახეთ აქაც რომ როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორი ერთობლივად ცდილობს, რომ რაც შეიძლება მეტი ტურისტი მოიზიდოს აზიური მიმართულებებიდან. ჩვენ თუ გადავხედავთ ჩვენ გასული წლების სტატისტიკებს, ნახავთ, რომ ნომერ პირველი, თბილისსა და ბათუმისთვის ყოველ შემთხვევაში არის და იყო ისრაელის მიმართულება, შემდეგ არის მეზობელი ქვეყნები, არის აზიური ქვეყნები, როგორც ესე ვთქვათ, ემირატები, ისე ინდოეთი და უკვე ჩინეთიც დაგვემატა, საიდანაც ხედავთ, რომ ნაკადები არის ძალიან მზარდი. უნდა ვთქვათ, რომ აზიური მიმართულება ქმნის და ქმნიდა დღეს საქართველოში, ესე ვთქვათ, მასას, იმ ძირითად, ესე ვთქვათ, დატვირთულობას, რაც შეიძლება რომ დავარქვათ მასიური ტურიზმი და დიდი ნაკადების ერთბაშად შემოსვლა, გამომდინარე იქიდან, რადგან ჯგუფებით და მოგზაურობებით უყვართ მოგზაურობა, შეიძლება უმეტესი თუ არა რაღაც ძირითადი ნაწილი თუ გამოირჩევა დაბალმხარჯვებულნარიანობით, სამაგიეროდ უყვართ ჯგუფურად ვიზიტები და ეს არის უკვე მოცულობაში სხვანაირად გამოხატული ციფრები. შემდგომ ამას ისიც ადასტურებს, რომ ძალიან ბევრი ტურისტული კომპანია ერთდროულად, როდესაც იხსნება ახალი ბაზარი, ჩადის თბილისიდან გამოფენებზე და ცდილობს, რომ მათი ტურპაკეტები მიაბან იმ პირდაპირ ფრენებს, რომლებიც დაემატა. და ეხლა წარმოიდგინეთ, აქამდე, როდესაც მაინც წამყვანი მიმართულება და ზოგად ჭრილში მასა ეკავა აზიურ მიმართულებას, მას შემდეგ კიდევ უფრო გაიზრდება, როდესაც ემატება პირდაპირი ფრენები ამა თუ იმ ქვეყნებიდან. და ეს განაპირობებს იმას, რომ საქართველოს ბაზარი არის საკმაოდ დივერსიფიცირებული, აქვს პრიორიტეტად ევროპის მიმართულება, მაღალმხარჯვებულნარიანი მიმართულება, თუმცა წლიდან წლამდე რო შეხედოთ, აი თუნდაც როგორც მაღალ, ასევე დაბალ სეზონზე სტაბილურ, ასე ვთქვათ, სწორხაზოვან შემოსავალს და დატვირთულობას ძალიან გვეხმარება, რომ შევქმნათ აზიური ბაზარი და რა თქმა უნდა ამაზე უარს ვერ ვიტყვით და პირიქით განსაკუთრებით ჩინეთი ძალიან სასურველი ბაზარი არის ჩვენთვის, იმიტომ რომ თქვათ ინდოეთს თუ შევადარებთ, როგორც გამოირჩევიან ჯგუფური ვიზიტებით, ასევე კიდევ უფრო მაღალმხარჯვებულნარიანი და კიდევ უფრო მეტად მოწესრიგებული ტურისტები არიან ჩინეთის ბაზრით. აქვე ძალიან საინტერესოა, მზადება უკვე დავუშვათ ზამთრის სეზონისთვის. ჩვენ ზოგადად რაღაც ისეთი სიტუაცია გვაქვს ხოლმე, რომ მაინც ზაფხულის სეზონზე ვაკეთებთ აქცენტს, თუმცა გვაქვს ამბიცია, რომ ვიყოთ 4-ვე სეზონის ქვეყანა, ხო? რა ტენდენცია გვაქვს მაგალითად იგივე ზამთრის სეზონისთვის, თქვენ ახლა ახსენეთ ჯავშნები გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ საფუძველს რომ დავუშვათ კარგი მოლოდინი გქონდეს. მაგრამ რა არის ამ ნაწილში გამოწვევა მაგალითად და რას ურჩევდით თუნდაც იგივე ადამიანებს, რომლებიც გარკვეულწილად აპირებენ მიმართულებით ზამთრის სეზონი გამოიყენონ, იმიტომ რომ მაქსიმალურად გავააქტიუროთ დავუშვათ იგივე ზამთრის ნაწილიც და არ ვიყოთ მხოლოდ ჯერჯერობით მაინც წამყვანი სეგმენტი, მაინც ზაფხულის სეზონია ხოლმე, განსაკუთრებით შავი ზღვისპირეთის შემთხვევაში, ხო? ამიტომ საინტერესო, რამდენად მზად ვართ და რა ნაბიჯებია გადასადგმელი იმისთვის, რომ დავუშვათ ზამთრისთვის ვიყოთ მზად. ქვეყანას თუ გადავხედავთ, ქვეყნის მთლიანი მოცულობის დაახლოებით 70% რომ დავიყვანოთ ტურიზმის სეზონურობის დონეზე, ნახავთ რომ ეს 70% არის
ესე ვთქვათ, გვიანი გაზაფხულიდან ადრეულ შემოდგომამდე სეზონი, რაც თავისთავად ასეა და ამას გვერდს ვერ აუვლით. ის 4 სამთო-სათხილამურო მიმართულება, რომელიც გვაქვს საქართველოში არის ცალსახად ზამთრის სეზონი და მათი კუთხით არის მაღალი სეზონი დეკემბრიდან მარტის 15-მდე ან მარტის ბოლომდე, ესეც პირდაპირაა ხოლმე დამოკიდებული ამინდზე და ეხმარება ის გათოვლიანების სისტემები, რომლებიც დამონტაჟებულია ამა თუ იმ ლოკაციებზე. თბილისისთვის, ბათუმისთვის, კახეთისთვის და მსგავსი მიმართულებებისთვის, ქუთაისისთვის არის ზაფხული, გაზაფხული და ადრევის შემოდგომა თავისთავად, ესე ვთქვათ, მაღალი სეზონი. დაბალი სეზონი გვეწყება ნოემბრიდან მარტის ბოლომდე, თუმცა აქაც ვცდილობთ, რომ აი ზუსტად ვინც ჩამოდის და მიდის ბაკურიანში, გუდაურსა თუ სვანეთში, ისინი როგორც მინიმუმ 1 ან 2 ღამე მაინც ჩერდებიან ხოლმე და თბილისსა თუ ბათუმს მაინც ავსებენ რაღაც გარკვეული პერიოდულობით. ამიტომაა, რომ დატვირთულობა თუა ზაფხულში და მაღალ სეზონზე 90%, იმ შემთხვევაში გვაქვს 60-დან 70%-მდე, რაც ასევე არის მზარდი. ზამთრის მიმართულებით ჩამოსულ ტურისტს საქართველოში პირველ რიგში სჭირდება, ასე ვთქვათ, მაქსიმალურად მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, სჭირდება მეტი გასართობი აქტივობები, მეტი კარგი და ესე ვთქვათ თანამედროვე ბრენდული ობიექტი ამა თუ იმ სამთო-სათხილამურო კურორტზე, რომ იყოს როგორც ესე ვთქვათ საჯარო ინფრასტრუქტურა უფრო კიდე მეტად მოწესრიგებული, ასევე სასტუმროს ინფრასტრუქტურა და შესაბამისი დონე, რომ ნებისმიერი სახის ტურისტი იქნება თუ სხვა სახის დანიშნულების ვიზიტორი შეძლოს უფრო მეტი არჩევანის გაკეთება თუ სად წავა და სად გაათევს მისთვის გამოყოფილ ღამეებს. და ჩვენი საუბრის ბოლოს მაგალითად თქვენ ძალიან ისეთი წარმომადგენლობითი ჯგუფი, რას თავაზობთ ჩამოსულ ტურისტებს, რა სიახლეებს თავაზობთ ამ კუთხით, რომ დაუშვათ საქართველოთი კიდევ უფრო მეტად დაინტერესდნენ და გარდა დაუშვათ სახელმწიფო პოზიციონირებისა, გამოფენების და შემდგომ მათ შორის ახსენეთ, რომ თავად კომპანიები ჩადიან და ფრენებთან და მის ფრენებზე მიმასtildeობენ. რას აკეთებთ კერძო სექტორი ამ შემთხვევაში თუნდაც თქვენს მაგალითზე, რომ რაც შეიძლება მეტი ტურისტი მოვიზიტოთ საქართველოში? კერძო სექტორი ამ წელს კიდევ უფრო მეტად თამამივართ, ასე ვფიქრობ, როდესაც შეგიძლია პარტნიორს ესაუბრო და ზურგს გიმაგრებს ის პირდაპირი რეისები და მარტივი ხელმისაწვდომობა, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ უფრო მეტი დამაჯერებლობით დავარწმუნოთ იმაში, რომ საქართველო არის მათთვის და უნდა გახდეს ერთ-ერთი ტოპ მიმართულება, რადგან საქართველოს თავაზობს იმ სხვადასხვა სახის სერვისებს, რომლებიც მათთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო და მათთან არის ყველაზე ახლოს. ყოველდღიურ რეჟიმში ვცდილობთ, რომ ვიმუშაოთ აქტიურად ტურისტულ კომპანიებთან, რადგანაც ჩვენი, როგორც ესე ვთქვათ, სასტუმრო ერთეულ სასტუმრო დრო ავიღოთ, წარმოუდგენელია და განუყოფელი ნაწილი არის თვითონ ტურისტული კომპანიების გარეშე, ვერანაირად ვერ ვიმუშავებთ მაქსიმალურად. ეს სქემა მუშაობს, ანუ სასტუმრო ტურისტული კომპანიები დანარჩენი მომსახურე სეგმენტები. ეს არის ის განუყოფელი ნაწილი, როგორც თქვით, ბიზნესის, სადაც ტურისტული კომპანია ვერ იქნება სასტუმროს და სასტუმრო ვერ იქნება ტურისტული კომპანიის გარეშე. ამიტომ ორივე მხარე ძალიან ვართ აქტიურად დაკავებული სწორი ფასების ფორმირებაში, სწორი შეთავაზებების გაკეთებაში. ჩვენის მხრივ ვიღებთ იმაზე პასუხისგებლობას, რომ ჩვენთან მოყვანილი მათი თუ პირდაპირ მოსული სტუმარი იყოს მაქსიმალურად კმაყოფილი და ამის განსაზღვრელი არის ის, რომ ფასების კორექტირება მოგიწიათ გაძვირების კუთხით? ჩვენ და პირადად ჩემი პოლიტიკა გუნდთან ერთად და გუნდის რომ წლიდან წლამდე ჩვენი ბიუჯეტი საფასო პოლიტიკის უნდა იცდებოდეს 10%-ით და ამას ვასრულებთ. რომ დაუშვათ რა ფაქტორზეა ეს დამოკიდებული ეს ზრდა და რატომ არის მნიშვნელოვანი ამის ზრდა სასტუმროსთვის მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ საოპერაციო ხარჯიც არის მუდმივად ასე თუ ისე მზარდი, თანამშრომელიც კმაყოფილი უნდა გყავდეს და აუცილებლად უნდა შეეცადოს პასუხისგებლიანი კომპანია, რომ წლიდან წლამდე გაზარდოს სახელმწიფო ბიუჯეტი დამატებით წამახალისებელი პროგრამები და ასე შემდეგ და მეტიც რო ვთქვათ სასტუმროს აქვს შეზღუდული გასაყიდი რესურსი ნომრების ფონდით და თუ არ გაზარდე ფასი, ვერ გაზრდი სხვანაირად მოგებას, იმიტომ რომ ვეღარ გაზრდი საფონდე ნომრების ფონდს ბოდიში და მუდმივად ვცდილობთ, რომ უზრუნველყოთ მაღალი ხარისხის სერვისი, რომ იყოს სტუმარი კმაყოფილი, ამას ადასტურებს ის დაბრუნების რიცხვი, კოეფიციენტი. თქვათ, რამდენი სტუმარი წლიდან მეორე წლამდე ბრუნდება ჩვენთან და არის ხოლმე 7-დან 10%-მდე. ესეც რაც არის მზარდი და ძალიან საამაყო და სასიხარულო ყველასთვის. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, წარმატებებს გისურვებ და ბუნებრივია სიამოვნებით იმას ვინცლებთ სხვა დროსაც ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში გიორგი დოლიძე საუბრობდა.